გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვთ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. სომხეთის ისტორიული არჩევნები, საზოგადოებრივი აზრი ამ არჩევნების შესახებ და პროფესორ კორნელი კაკაჩიას ანალიზი. ნახეთ დღევანდელ გამოშვებაში. სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უკვე შეფასებულია როგორც ისტორიული. წინასწარი შედეგების მიხედვით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია სამოქალაქო შეთანხმება კვლავ ლიდერობს და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობას ინარჩუნებს. თუმცა არსებული განაწილებით შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი მხარდაჭერა ფაშინიანის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, რომელიც აზერბაიჯანთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ ზუსტად წინა საარჩევნო პერიოდში სომხეთმა ეტაპობრივად გააძლიერა თანამშრომლობა დასავლეთთან, პარალელურად კი შეამცირა დამოკიდებულება რუსეთზე. პირველად ფაშინიანის მმართველობას მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური არჩევანი განსაზღვრავდა. გამარჯვების შემდეგ ფაშინიანმა მიმართა აზერბაიჯანს და თურქეთს და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების და მშვიდობის დამყარების იმედი გამოთქვა. EUTO სადამკვირვებლო მისიამ უკვე გამოაქვეყნა სომხეთში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შეფასება. მისიის განცხადებით პროცესი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ძირითადად დადებით გარემოში წარიმართა, თუმცა იყო დარღვევებიც. EUTO-ს მისიის შეფასებით ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ დაწყებულმა სისხლის სამართლის საქმეებმა შერჩევითი სამართლის აღქმა შექმნა. EUTO-მ ხაზგასმით აღნიშნა უცხოეთიდან მომდინარე სავაჭრო-ეკონომიკური შეზღუდვები, რომლის მიზანიც მისიის თავმჯდომარის თქმით, სომეხ ამომრჩევლზე გავლენის მოხდენა და ფაშინიანის ოპოზიციის მხარდაჭერის გაზრდა იყო. საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაფიქსირდა მზარდი ზეწოლა უცხოეთიდან მზარდი სავაჭრო შეზღუდვებისა და უსაფრთხოების მუქარების ფორმით, რომლის მიზანიც ამომრჩევლებზე არასათანადო გავლენის მოხდენა და ოპოზიციური ძალების მხარდაჭერისკენ მათი გადახრა იყო. კამპანია მკვეთრად კონფრონტაციული და გამყოფი რიტორიკით გამოირჩეოდა. ასევე დაფიქსირდა ხმების მოსყიდვის და სხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებები, რამაც ოპოზიციის კანდიდატებისა და აქტივისტების წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმის დაწყება გამოიწვია, რის შედეგადაც ოპოზიციის ბევრი მხარდამჭერი აქტიური საარჩევნო კამპანიისგან თავს იკავებდა. ამასთან ერთად საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ზეწოლამ, რათა მმართველი პარტიის ღონისძიებებს დასწრებოდნენ, ასევე ახლახან დანერგილმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ზომებმა საარჩევნო კამპანიაში შესაძლებლობების თანასწორობასთან დაკავშირებით შეშფოთებები გააჩინა. ფაშინიანის პარტიის არჩევნებში გამარჯვება ევროპასთან დაახლოების ნიშნით აღნიშნეს დასავლელმა ლიდერებმა. სომხეთმა მუქარისა და დაშინების მიუხედავად დემოკრატიული გზა აირჩია, წერს X-ზე ლატვიის პრემიერ-მინისტრი. დემოკრატიული სომხეთის ევროპასთან დაახლოებას მიესალმება ურსულა ფონ დერ ლაიენი. ასევე ევროპასთან დაახლოების ახალ იმპულსად მიიჩნევს ფაშინიანის წარმატებას ემანუელ მაკრონი. ირაკლი კობახიძე იყო პირველი, ვინც ფაშინიანს გამარჯვება მიულოცა, თუმცა სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით სომხეთი ევროპულ გზაზე დადგომის გამო არ შეუქია. გულითადად ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის პარტიას არჩევნებში მიღწეულ წარმატებას. მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ საქართველოს და სომხეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის, წერს კობახიძე. სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაცაა. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, წერს სალომე ზურაბიშვილი. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევები სომხეთში აჩვენებს, რომ უფროსი თაობა უფრო მეტად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, მის საგარეო პოლიტიკურ კურსს და ევროკავშირთან დაახლოებას. მაშინ, როდესაც ახალგაზრდები შედარებით კრიტიკულად უყურებენ მთლიანად პოლიტიკურ სისტემას. ინგლისურენოვანი ქართული გამოცემა OC Media აქვეყნებს ამ კვლევების მიმოხილვას და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა სომხები იმედ გაცრუებას გამოხატავენ წუხან უსაფრთხოების პრობლემებსა და ქვეყნის მომავალზე, ხოლო უფროსი თაობა პოზიტიურად აფასებს ბოლო ცვლილებებს და ქვეყნის განვითარების დასავლურ მიმართულებას ირჩევს. როგორ აფასებენ სომხეთის მოქალაქეები არჩევნებს, რა მოლოდინები აქვთ და ვინ უნდა მართოს ქვეყანა მომდევნო წლებში. ვთ ჰაიასტან ნიუსის კორესპონდენტი ერევნის ქუჩებში მოსახლეობის აზრს გაეცნო.
ველით რომ ქვეყანა სწრაფად განვითარდეს, პროგრესისკენ წავიდეს, მოლოდინი მზარდია, ჩვენიერი ისეთია, რომ არასოდეს კვაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს. უფრო და უფრო მეტი გვინდა, ღმერთმა ქნას ეს მეტი გქონდეს კიდეც. იმედია ჩვენი მოლოდინები გამართლდება. არჩევნები სომხებისთვის საერთოდ არაა, უაზრობაა. იცით ამაში რამდენი ფული იხარჯება ბიუჯეტიდან? იმის ნაცვლად, რომ მე თქვენ ქვეყანას ახარჯავდნენ, ხარჯავთ იმას, რომ ვიღაცეებს ვმტკიცებდეთ, თითქოს დემოკრატიული ქვეყანა ვართ. ჯობდა მთავრობას ყველაფერი თვითონ მოეგვარებინა და ხალხი ამაში არ ჩაერია. ველით სასიხარულო საბოლოო შედეგს სხვა ვერსია არც განიხილებოდა. პირველ რიგში გამარჯვებულისგან ველით მშვიდობას, იმას რომ სიმართლეს თვალებში შეხედავენ და საზოგადოებასთან პატიოსანი დიალოგი ექნებათ. ვფიქრობ, რასაც აქამდე აკეთებდნენ, კარგად გამოსდიოდათ და ამის დასტური დღევანდელი არჩევნების შედეგია. ვერაფერს ვიტყვი, მართლა ვერ ვიტყვი. თუმცა არ მჯერა რომ არჩევნები სამართლიანთა პატიოსნად ჩატარდა. გამიკვირდა რომ ერთიანობის ფრთები პარლამენტში ვერ მოხვდა. მე ხმა მათ მივეცი. არჩევნებში მონაწილეობა პირველად მივიღე და ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ამ შედეგებს არ ველოდი. მეგონა მართველი პარტია ამ ადგილზე ვეღარ დარჩებოდა. მანდატებზე უბრალოდ უარი უნდა თქვან. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს მიუღებელი სიტუაციაა. არჩევნებში გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანს შალვა პაპუაშვილმაც მიულოცა, თუმცა სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების კონტექსტი არც მას შეუმჩნევია. სამაგიეროდ პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოიყენა პარლამენტის პრეს-ტრიბუნა და მტრები უწოდა ევროპარლამენტარებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ რეზოლუციის ავტორებს, რომლებიც ამ რეზოლუციის განხილვას და კენჭისყრას გეგმავენ შემდეგ კვირაში ბრიუსელში. ჩვენ ყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომელსაც პირდაპირ სურთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, ასე რომ ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს უპირველეს ყოვლისა ბრიუსელმა, ეს მის ხელში არის, საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყვეტს. შეუძლებელია კანდიდატ ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, როცა ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართული ხალხის წინაშე, იმით რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. სომხეთში არჩევნების შედეგებსა და საქართველოს ადგილზე ახალ რეგიონულ გეოპოლიტიკურ ბალანსში ვესაუბრებით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელს პროფესორ კორნელი კაკაჩიას. კორნელი, მოგესალმებით, დიდი მადლობა დროისთვის, რომელიც ჩვენთვის გამოძებნეთ. როგორ აფასებთ ფაშინიანის გამარჯვებას? თვლით თუ არა, რომ მან ერთგვარად დანის პირზე გაიარა და მაინც არ დანებდა რუსეთის მუქარებს? ახლა უნდა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ამ არჩევნების შედეგები არა მარტო სომხეთისთვის, არამედ რეგიონისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ხანებში ფაქტიურად აქ საფუძველი ეყრებოდა ახალ რეგიონალურ კავშირს, რომელიც ასე თქვათ, უნდა დაეყნოს ავტოკრატიულ რეჟიმებს და ერთადერთი გამონაკლისი ბოლო პერიოდში ეს იყო სომხეთი და რუსეთი ცდილობდა, რომ ეს გამონაკლისი არ ყოფილიყო და ფაქტიურად ასე თქვათ, ახალი რეგიონალური ინტეგრაციისთვის და პოსტსაბჭოთა ინტეგრაციისთვის დაედო საფუძველი და რა თქმა უნდა სომხეთიც მასში ყოფილიყო როგორც ასე თქვათ, ერთ-ერთი ავტორიტარული სახელმწიფო. როგორც ჩანს, სომხი ამორჩეველი ამას არ ეთანხმება, ისინი მაინც ფიქრობენ, რომ სომხეთმა უნდა შეინარჩუნოს ევროპული მომავალი და ამ არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა, რომ სომხეთს აქვს შანსი და რაც თავარია, სომხეთმა უარი უთხრა ამ თავის საბჭოთა წარსულს, რუსეთთან, ასე თქვათ, ინტეგრაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის, ასე თქვათ, ერთი და ორი დღის ამბავი, სომხეთს მოუწევს ძალიან დიდი ბრძოლების, ასე თქვათ, გადატანა, გამომდინარე იქიდან, რომ ყველამ ვიცით, რუსეთი რა მიზნებს ისახავს სომხეთთან მიმართებაში, მათ შორის არ არის გამორიცხული, რომ იყოს შანტაჟი, სამხედრო ტიპის მუქარები, ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც უკვე დაანონსდა, ასევე სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები, როგორც ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, თქვათ, რელიგიური შუღლის ჩამოგდება, ოპოზიციის დაარაზმვა და უამრავი სხვა, ესე ვთქვათ, ჰიბრიდული ტიპის მეთოდები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს თავიანთი მოწინააღმდეგების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ფაშინიანის ხელისუფლებას მოუწევს ძალიან სერიოზულად იმუშაოს აი ამ მანდატის მოპოვების შემდეგ იმისათვის, რომ გააძლიეროს ეროვნული მედეგობა და მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება მის მოწინააღმდეგეებთან და მათ შორის, გარდა ალბათ პრორუსული ოპოზიციისა, სხვა პოლიტიკურ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, თავისუფალ მედიასთან ჭიდრო თანამშრომლობა და აი ამ დემოკრატიული, ასე თქვათ, რაღაც რეფორმების გაგრძელება და
განსაკუთრებით ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, იმიტომ რომ უკვე დაანონსებულია და თქვათ სომხეთი ცდილობს ვიზა ლიბერალიზაციის მიღებას ევროკავშირისგან და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები ასე თქვათ შედეგი, რომელიც შეუძლია ფაშინიანის ხელისუფლებას დადოს უახლოეს თქვათ წლის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა ის გააგრძელებს ამ თქვათ იმ დემოკრატიულ რეფორმებს. კორნელი, უკაცრავად, ხომ არ გიქრობთ, რომ მოცემულობამ, რომელიც შეიქმნა ფაშინიანის გამარჯვების შედეგად, ამ მოცემულობამ ხარ შეიძლება რომ საქართველოში ძალაუფლების მყრობელთა მდგომარეობა რამენერად გაართულოს, რადგან ისინი ფაქტობრივად მარტო რჩებიან რეგიონში, ვინც დასავლეთს ასე აქტიურად უპირისპირდება. რა თქმა უნდა, ეს შედეგები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მათ შორის შესაძლოა ფორმალურად ქართული ოსნობისთვის, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ რომ რაღაც სამუშაო ურთიერთობა შეინარჩუნონ ფაშინიანის ხელისუფლებამ, მაგრამ იმ გეოპოლიტიკურ რეალობაში, რომელიც რეგიონი იმყოფება, ბუნებრივია ეს მათთვის ასე ვთქვათ, მაინც სასიამოვნო შეიძლება არ აღმოჩნდეს. გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთი ცდილობს ევროკავშირთან და დასავლეთთან ურთიერთობის განმტკიცებას და განსაკუთრებით აი ტრამპის ასე ვთქვათ მარშრუტის განხორციელებას, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო სომხეთის ვთქვათ ეროვნული და ეკონომიკური საფრთხეებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის და ეს გამოიწვევს სერიოზულ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკურ ყევებს, განსაკუთრებით განხორციელების შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ ჰქონდა დაანონსებული, მათ ვერ მოახერხეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაალაგება და სტრატეგიული ურთიერთობების ასე ვთქვათ აღდგენა, განსხვავებით სომხეთისგან, რომელმაც ეს ყველაფერი შეძლო და ამისი თქვათ შედეგები არის ის, რომ ბოლო ხანებში მაღალი დონის ვიზიტები ხო შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან სომხეთში, ანუ ფაქტიურად დღეს სომხეთში გადაინაცვლა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურმა ცენტრმა და ну ფაქტი არის რომ დღეს სომხეთი პოზიციონირებს დაახლოებით ისე როგორც საქართველოს 10-15 წლის წინათ და ის არის დღეს ასე ვთქვათ დასავლეთის საყრდენი ფორპოსტი. უბრალოდ მინდა უბრალოდ დავაზუსტოთ რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა რა რესურსი აქვს და რა პოტენციალი ქართული ოცნების რეჟიმს დარჩეს ძალად რომელიც მიუხედავად შექმნილი საგარეო თუ საშინაო ვითარებისა მოახერხებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას. იმ საგარეო პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ქართული ოცნება ბოლო ხანებში ატარებს, ქვეყანა თვითიზოლაციაშია და ფაქტიურად ჩვენ იზოლირებული ვარ დასავლური სამყაროსგან და თვითონ ქართული ოცნების ხელისუფლებას თუნდაც დავაკვირდეთ, მაგალითად სად დადიან ქართული ოცნების ლიდერები, ხო? მაღალი დონის ვიზიტები სად ხორციელდება? ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასე ვთქვათ ჩინეთში, ხო? აქედანაც ჩანს, რომ მიუხედავად ვთქვათ ფორმალურად დეკლარირებული ვთქვათ რაღაც ევროატლანტიკური კურსისა, რომელიც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, თქვათ, კონსტიტუციაში, ისინი ცდილობენ, ასე ვთქვათ, ახალი ტიპის ურთიერთობების განვითარებას და ამას ასაღებენ როგორც მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკას. თუმცა ეს არ არის კლასიკური მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, იმიტომ რომ თუ მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, მაშინ სახელმწიფო უნდა შეძლოს ყველასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს თავი წარმოაჩინოს, რომ ისინი იქნებიან დამაკავშირებელი, თქვათ, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, ხო, ან შუა კორიდორის მეშვეობით და რეალურად ამ საგარეო პოლიტიკით ჩვენ ფაქტიურად გავწყვიტეთ კავშირები, ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებთან, ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან და ფაქტურად გავაუცხოვეთ ისინი და დავამყარეთ ახალი, თქვათ, საეჭვო კავშირები ჩინეთთან, სტრატეგიული კავშირები და ფაქტურად ეს ვერ ხერხდება, ხო, ანუ მულტივექტორული, ამიტომ ამას შეიძლება უწოდოთ უფრო ყალბი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ტარდება და რა თქმა უნდა ეს მთლიანობაში საგარეო პოლიტიკაც სადაც განაპირობებს შიდა პოლიტიკა, ხო? იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატო შეიცვალა საგარეო პოლიტიკა, ეს არის თვითონ რეჟიმის ინტერესები და თქვა თვითონ ოლიგარქის ინტერესები, იმიტომ რომ მას მიაჩნია ჯერ კიდე, რა ვიცი, რამდენიმე წლის წინ მან მშვენივრად ნახა და განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა ეს 12 პუნქტი, რომელიც შემდეგ 9 პუნქტი იყო და მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაცია, მე მგონი ყველა მიხვდა, რომ მისი ინტერესები არ ემთხვეოდა, თქვათ, ქართული ხალხის ინტერესებს და ევროკავშირის ინტერესებს და ბუნებრივია აქედან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ხელისუფლება ცდილობს
თქვათ უარი თქვას ამ ევროპულ ინტეგრაციაზე და ამას თანდათანობით ასე თქვათ, უფრო ცხადი ხდება, უბრალოდ ისინი პირდაპირ ვერ ამბობენ ამას, გამომდინარე იქიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს, რომ მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულია ჯერ კიდევ, თუმცა თუ გადავხედავთ იგივე სამთავრობო პროპაგანდას, ჩანს, რომ არც შორი არის ის დრო, როდესაც ისინი პირდაპირ იტყვიან, რომ აი ესეთი, პრინციპში ამბობენ კიდეც, ხო, ამ პროპაგანდის საშუალებით, რომ ესეთ ევროპაში ჩვენ არაფერი არ გვესაქმება. და ისინი ასევე ცდილობენ რაღაცნაირად პირდაპირ ესე არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტიურად თავი შეადარონ აზერბაიჯანს და პირდაპირ ამ ღია წერილებში ჩანს კიდეც, ხო, რომ თუ თქვათ აზერბაიჯანთან აქვს ტრანსაქციული ურთიერთობა დასავლეთ, მათ შორის ევროკავშირს, რატო არ შეიძლება იგივე კავშირი ესეთი ურთიერთობა კონდეს საქართველოსთან. მით უმეტეს რომ გეოპოლიტიკურად საქართველოს ჭირდება, ხო, გეოგრაფიულად ისეთი მდგომარეობაც, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ აზერბაიჯანი არც აპირებდა, არც არასოდეს აპირებდა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ ფორმალურად ჯერ კიდევ ვართ კანდიდატი ქვეყანა და დასავლეთ და მათ შორის ევროკავშირი არ შეეგუება საქართველოში, ასე თქვათ, ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ თუ ესეთი რეჟიმი დამყარდა, ბუნებრივია, ასე თქვათ, ევროკავშირისთვის ესეთი ქვეყანა საინტერესო არ იქნება. ამიტომ თუ საქართველო გახდა ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ის საინტერესო აღარ იქნება, თქვათ, ევროკავშირისთვის და ამიტომაც ცდილობს, თქვათ, დასავლეთი რომ რაღაცნაირად თქვათ, თავი არიდონ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, თქვათ, იგივე სანქციებთან დაკავშირებით, ხო, მით უმეტეს ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილი არის, როდესაც უნგრეთის ვეტო ფაქტიურად ჩამოშლილი არის. ანუ კიდევ ერთხელ აძლევენ შანსს ხელისუფლებას, თუმცა ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი ყოველთვის აგვიანებს, ტრადიციულად ყოველთვის ესე ხდება, რომ ერთი ნაბიჯით არასწორად აფასებს ხოლმე ქვეყანას შექმნილ სიტუაციას, იმიტომ რომ იმ ჩვენ სიტუაციაში ევროკავშირი ფაქტიურად ის განცხადებებიდან თუ მიჯერებთ, საუბრობს, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსლა. ეს მე მგონი არასწორი არის. დემოკრატიული უკუსლა საქართველოში იყო 3 წლის უკან, 4 წლის უკან შეიძლება და გვესაუბრა. მაგრამ ჩვენ ახლა დღეს სადაც ვიმყოფებით, ეს არის უკვე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ეტაპი და აი ეს განგზობითი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში მიდის, ვერ მოხდება მისი, ასე თქვათ, გადაწყვეტა თუ არ მოხდა, ასე თქვათ, პოლიტიკური პირობების შესრულება, მათ შორის ქვეყანაში, თქვათ, დემოკრატიის უკუსლასთან დაკავშირებით და დემოკრატიის დემონტაჟთან დაკავშირებით და ასევე იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ევროკავშირის წინაშე. დიდი მადლობა, ბატონო კორნელი, ეს იყო ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელთან და ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას ნახავთ ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე, რომლის გამოწერას YouTube-ის არხთან ერთად აქ შეგახსენებთ და გთხოვთ. და ომი უკრაინაში განაგრძობს შეეხოს მეზობლებს ნატოს ძალებმა ლატვიის თავზე დრონი ჩამოაგდეს. ფრანგულმა გამანადგურებლებმა საფრენი აპარატი რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 40 კილომეტრის დაშორებით დააფიქსირეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ვის ეკუთვნოდა დრონი. კიდევ ერთი საფრენი აპარატი აფეთქდა მოლდოვაშიც, უკრაინის საზღვართან ახლოს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დრონი უკრაინას ეკუთვნის, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, რუსეთს აკისრებენ, რადგან სავარაუდოდ სწორედ რუსული ჩამხშობების ზემოქმედების შედეგად მოხდა საფრენი აპარატი მოლდოვის ტერიტორიაზე. დღეს ჩვენ ამით ვასრულებთ. დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. მომავალ შეხვედრამდე.